მოგესალმებით, ჩვენ ახლა ქალაქ მცხეთაში მამულაშვილის 7 ნომერში ვიმყოფებით. ალბათ ეს გვარი უკვე ძალიან ბევრს ეუბნება ჩვენს მაყურებელს და არ ცდებით. ჩვენ ახლა სწორედ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ცნობილი მებაღის მიხეილ მამულაშვილის სახლ-მუზეუმში ვიმყოფებით. შეიძლება ეს ჩვენმა მაყურებელმა არ იცის, რომ ცნობილმა კინორეჟისორმა ოთარ იოსელიანმა მიხეილ მამულაშვილს ფილმი „საპოვნელაც“ კი მიუძღვნა. წამომყევით, ახლა შევიდეთ. რა თქმა უნდა, ყველა სეზონზე ძალიან ლამაზია ეს ბაღი, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ შემოდგომას განსაკუთრებულად ლამაზი არის და ხედავთ ალბათ როგორი ფერები აქვს აქ მცენარეებს. აქ ჩვენ დაგვხვდნენ მებაღის ოჯახის წევრები, რომლებიც ახლა ამბახსოვლიან და მოგესალმებით. სასიამოვნოა. სასიამოვნოა ჩვენთვისაც მოგზავნით. ახლა დავათვალიეროთ ერთად ეს ბაღი. ეს არის საფლავი დიდი მიხეილ მამულაშვილის. აქ უძველესი გინკობილობა, რომელიც ახლა ნელ-ნელა შემოდგომით ფერს იცვლის, გაყვითლდება და პირველივე ყინვაზე მთელი არემარე ყვითელი ფოთოლით არის მოფელი და ულამაზესია. ეხლა შემოდგომა ქრიზანთემების პერიოდი გვაქვს, ულამაზესი ფერები გვაქვს, ულამაზესი სახეობები გვაქვს, ძალიან ლამაზია. ეს დეკორაციებია, ვცდილობთ პაპას სტილი შევინარჩუნოთ. მე მგონი ნაწილობრივ გამოგვდის. 7 წლის იყო, როცა ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარული გაუჩნდა. ბედი სხვადასხვა სფეროშიცა და ბოლოს კი მაინც მებაღეობას მიჰყო ხელი და მთელი თავისი ცხოვრება ყვავილებს მიუძღვნა. დღეს, თითქმის 2 საუკუნის გასვლის შემდეგაც კი მიხეილ მამულაშვილი საქართველოს პირველი მებაღე დეკორატორია. მცხეთაში მდებარე მისი სახელობის ბაღი კი უდიდეს კულტურულ მემკვიდრეობად ითვლება. ეს იყო ადამიანი, არ ვიცი, საუკუნეში, 2 საუკუნეში ალბათ ერთხელ იბადებიან ესეთი ადამიანები. გლეხის ოჯახში დაიბადა, გლეხები იყვნენ, 5-6 წლის იყო, რო თამაშობდა ყვავილებით და ქვებით თამაშობდა. თვითონ 7 წლის იყო, რომ პატარა ბაღიც კი გააშენა, არაგვიდან მოჰქონდა ხეები და პატარა ხეები და რგავდა ეზოში და მთელი დღემთავის ბაღს დაჰყურებდა. პაპამ ეს ბაღი დაარსა 1893 წელს. მაგრამ წლის თავზე ისეთ სიტყვა მოვიდა, რომ ყველაფერი მიწასთან გაასწორა და ხელმეორედ მომდევნო წელს ისევ განაახლა. ამ ბაღს ესაჭიროებოდა დამხმარე მეურნეობა და კიდე მცირე ნაკვეთი, მიწის ნაკვეთი მცხეთის ბოლოს ნარეკვავს ვეძახით. ისეთი ადგილი იყო, რომ მგლები და დათვები ბუნაგობდნენ და თვითონ ამუშავებდნენ, თვითონ და თავის დედმამიშვილები ამუშავებდნენ ამ მიწის ნაკვეთს. დღეს მიხეილ მამულაშვილის დანატოვარს მისი შთამომავლები უვლიან. მცხეთის ბაღში 2000-ზე მეტი ჯიშის მცენარეა გაშენებული. ყვავილები და ქვის კომპოზიციები ერთმანეთს იმდენად ჰარმონიულად ერწყმის, ვერც კი იფიქრებთ, რომ ადამიანის ხელითაა შექმნილი. მიხეილის გარდაცვალების შემდეგ ეს ბაღი არ იყო დაკეტილი, მისი ქალიშვილი უვლიდა, შემდეგ უკვე 90-იანების მერე დაიკეტა, გაიყინა სადგურში არსებული ყველა მცენარე და შემდეგ უკვე, როგორც ხედავთ, ბოლომდე არ არის დასრულებული სადგურების აღდგენა. ბაღის აღდგენა, რეაბილიტაცია მიმდინარეობს ყოველწლიურად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შრომა ჭირდება ბაღს და ამ ეტაპზე არც დამხმარე არ ყავს და არც იმის საშუალება არ გვაქვს, რომ ავიყვანოთ დამხმარეები და
რაც შეგვიძლია ყველანაირად ზრუნავთ. სულ სხვა პროფესია მაქვს დამთავრებული, მაგრამ ამ წლებმა და ამ მუშაობამ მასწავლა რა სჭირდება მცენარეს, რა უნდა და ნელ-ნელა ვსწავლობთ ასე რომ ვთქვათ. როგორც ამბობენ, ილია ჭავჭავაძემ თავად სთხოვა მიხეილ მამულაშვილს, რომ მისი ბაღი გაეშენებინა და მებაღემაც მთელი გული და სული მიუძღვნა ამ საქმეს. იმასაც ამბობენ, რომ დიდი ილიას გარდაცვალების შემდეგ 20 წელიწადს ყოველ გაზაფხულზე ჩადიოდა მიხეილ მამულაშვილის საგურამოში და ილიას ბაღს სიცოცხლის ბოლომდე უვლიდა. ილია ჭავჭავაძის ქვევრის სარქველის ქვარის პაპა ძალიან დიდი მეგობარი იყო ილია ჭავჭავაძეს გაუშენა საგურამოში ბაღი და პაპა თავის სიცოცხლის ბოლომდე უვლიდა ილიას კარმიდამოს. ძალიან დიდი თაყვანისმცემელი იყო ილია ისე საგურამოში არ ჩამოვიდოდა, რომ მცხეთაზე არ გაევლოდა, პაპასთან არ შემოსულიყო. ერთ დღეს პაპა ესტუმრა ილიას და ქვევრები გარეცხილი იყო და ეს სარქველები კედელთან ეყოდა. პაპას ზოგადად დიდი სიყვარული ჰქონდა ქვების და ამ სარქველებს შეხედა და ფანჯრიდან ამ დროს უყურებდა ილია. რაო, მიხაო, მოგეწონა ჩემი ქვევრი და სარქველებიო, ქვევრზე მეტადო სარქველები მომეწონაო. მაშინ შენთვის მიჩუქებიაო. ჩავე ისე გამეხარდაო, პაპა თავის ჩანაწერებში წერს, ისე გამეხარდაო, ჩავეხუტეო. იქ და საგურამოდან მცხეთაში როგორ ჩამოვედიო, არ მახსოვსო. განა მაშინაც ესეთი ვიყავი, ჯელი ვიყავიო. 1907 წელს ილია მოკლეს. ჯერ კიდევ სისხლი შეუშრობელი იყო პაპამ თავის ახლობლებთან ერთად ის ადგილი მთლიანად ყვავილებით დაფარა. მიხეილ მამულაშვილმა თავისი სიცოცხლის უდიდესი ნაწილი არა მხოლოდ ყვავილებს ეზრუნვას, არამედ მებაღეობის ხელოვნების გავრცელებასაც მიუძღვნა. ამის დამადასტურებელი არაერთი ექსპონატია წარმოდგენილი მებაღის სახლ-მუზეუმში, რომელიც ყვავილების ბაღშია გაშენებული. 1907 წელს თბილისში გახსნა მაღაზია სოლეიდორი. სოლეიდორი ფრანგული სიტყვა და ნიშნავს ოქროს მზეს. ეს მდებარეობდა ერევნის მოედანზე, ეხლანდელი თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერის გვერდით, თამაშევის ქარვასლა იყო და ერთ-ერთი ფართი იქირავა და გახსნა მაღაზია სოლეიდორი. ამ მაღაზიის ხშირი სტუმარი იყო, გვერდით იყო რედაქცია, სადაც აკაკი წერეთელი მიდიოდა ყოველ დღე. აკაკი წერეთელი ყოველ დღე ისე არ მივიდოდა რედაქციაში პაპასთან, რომ არ გაევლო. ეს წვრილ ჯოხს რო ხედავთ, ეს არის აკაკი წერეთლის ჯოხი, რომელიც ვითომ შემთხვევით დარჩა მაღაზიაში. ეს ჩუბინაშვილი, თავის მეუღლით ნინო ღვინიაშვილით, კეცხოველი, მაყაშვილი, მესხი, ეს არის ნონეშვილი, მაშინდელი მწერლები, მსახიობები, მხატვრები, ყველასთან ძალიან დიდი ურთიერთობა და თბილი ურთიერთობა ჰქონდა. ამ სახლში კიდე იყო ხელოვანი მისი ქალიშვილი პელაგია მამულაშვილი. აქ რასაც უყურებთ, ყველაფერი ძველია, პაპას დროინდელი ნივთებია, მინერალები არის. 5-6 წლის ბავშვი თამაშობდა მცენარეებით და ქვებით, ეს არის ძალიან მცირე ნაწილი მინერალებისა. მიხეილ მამულაშვილის ბაღი და სახლ-მუზეუმი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და დამთვალიერებლისთვის ყოველთვის ღიაა.